აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლახან პირველად გაფრინდა ახალ Air Force One-ზე და როგორც ჩანს, ძალიან კმაყოფილია საკუთარი თავით, მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით ბევრი დაპირისპირებაა. პირველ რიგში თვითმფრინავი ყატარის საჩუქარია, რაც კრიტიკოსებს ნამდვილად არ მოსწონთ, რადგან ეს აჩენს უამრავ ეთიკურ და უსაფრთხოების საკითხს. უცხოელმა მთავრობამ პრეზიდენტს $100 მილიარდი ღირებულების ასეთი დიდი საჩუქარი გადასცა. მაგრამ ტრამპს ძალიან უყვარს თავისი ახალი გადაკეთებული Boeing 747, რომელიც აღჭურვილია რბილი ხალიჩებით, სულად გასაშლელი სავარძლებით, ხის პანელებით და სავარძლების ხვედებზეც კი პრეზიდენტის ბეჭდებით. და ის მადლობას უხდის ყატარს თავისი ბრწყინვალე ვალე ახალ საჩუქარზე. მაგრამ გაიგეთ ეს, ავიაციის ანალიტიკოსები ახლა ამბობენ, რომ თვითმფრინავი შესაძლოა რეალურად არ იყოს აღჭურვილი საერთაშორისო მოგზაურობისთვის, რადგან მას აკლია რაკეტების აღმოჩენის სისტემები და საკომუნიკაციო ანტენები, რაც ძველ Air Force One-ს ჰქონდა. როგორც არ უნდა იყოს, დონალდ ტრამპი გეგმავს, რომ ამ თვითმფრინავით ნატოს სამიტზე თურქეთში მომავალ კვირას გაფრინდეს. მას როგორც ჩანს არ აწუხებს ეს. და ეხლა ჩვენთან ერთადაა მეთიუ R.J. ბროდსკი, კომპანია Red Act Strategies პრეზიდენტი და ამერიკული ანტიტერორისტული ცენტრის თავმჯდომარე. მეთიუ, მოდი ამაზე ვისაუბროთ. ამ თვითმფრინავთან დაკავშირებით ეთიკური კითხვები თავიდანვე არსებობდა, მაგრამ ეხლა უსაფრთხოების კითხვებიც გაჩნდა. საიდან დავიწყოთ? ჩვენ გვაქვს მფრინავი სასახლე, რეკლამური დაფა, თუ გნებავთ ასე უწოდოთ, რომელიც ამბობს, რომ უცხოურ ფულს ამერიკის საგარეო პოლიტიკაში თავისი ადგილი აქვს დაცული. სამწუხაროდ, როგორც რესპუბლიკელი, ჩვენ ყოველთვის ვაკრიტიკებდით ობამას ადმინისტრაციას და ბაიდენის ადმინისტრაციას ყატართან მათი დაახლოებისთვის. მაგრამ ყატარმა ნამდვილად ისწავლა, როგორ ითამაშოს გავლენის თამაში შეერთებულ შტატებში და როგორ იმოქმედოს პირდაპირ მემარჯვენე ეკოსისტემაზე. და როგორც ვნახეთ ტრამპის ადმინისტრაციისგან ძალიან სამწუხაროა იმის თქმა, რომ არსებობს სრული კორუფცია. არქიტექტურა, სადაც კერძო ბიზნესები ტრამპის ოჯახის წევრებს აძლევენ წილს. თუნდაც ეს იყოს ბიზნესი, რომელსაც დონ ჯუნიორი მართავს, ან თუნდაც ვითკოფრებზე საუბრობდეთ. კატარი ხვდება, რომ შეუძლია იყიდოს ამერიკული გავლენა და მათ ნამდვილად დიდი ყურადღება დაუთმეს ამას. და ეს იმ მილიარდობით დოლარსაც კი არ ეხება, რაც მათ ამერიკის უნივერსიტეტებში დახარჯეს, რამაც ისეთი პროტესტები წარმოშვა, როგორიც 7 ოქტომბრის შემდეგ ვიხილეთ. ასე რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა. და ვფიქრობ, რომ უმეტესმა გონივრულად მოაზროვნე ამერიკელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მალე დაგჭირდება პარტია, რომელიც თეთრ სახლში მოვა და კატარისა და სხვა უცხოური ინტერესების მიერ მთლიანად ნაყიდი არ იქნება. მართალია, ამაზე ცოტა მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, მაგრამ მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ კატარი ერთდროულად აჩუქებს ტრამპს მის Air Force One-ს, შუამავლობს აშშ-ში ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებებს და მასპინძლობს ჰამასის ლიდერებს. რას გვეუბნება ეს ვაშინგტონის ურთიერთობაზე დოხასთან, როცა აშშ-ის პრეზიდენტი კატარის თვითმფრინავით დაფრინავს იმ დროს, როცა ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გარიგებებისთვის ღია ვართ. იგივეა, როცა კატარი და პაკისტანი ხელმძღვანელობენ მოლაპარაკებებს ირანთან. ფიქრობ, სანამ ეს გამოცხადდებოდა, ძალიან გაგიჭირდებოდა შეერთებულ შტატებში ჩვეულებრივი ამერიკელების პოვნა, რომლებიც იტყოდნენ კი, კატარს და პაკისტანს ნამდვილად გულწრფელად დაიცავენ ამერიკის ინტერესებს. ესე რომ ეს მართლაც ძალიან დიდი პრობლემაა. და სამწუხაროდ ეს ძალიან აშკარაა ამ ადმინისტრაციის დროს, რადგან ტრამპი ასე აღფრთოვანებით საუბრობს კატარზე. თუ დაუბრუნდებით წარსულს, მგონი 2017 წელი იყო, როცა ტრამპმა თეთრი სახლიდან განაცხადა, რომ კატარი ტერორიზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო სპონსორია. მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ის ამ განცხადებას წინასწარ მომზადებული ტექსტიდან კითხულობდა. ანუ ეს ის საკითხებია, რასაც ჩვენი მთავრობის სტრუქტურები თვლიან, რომ პრეზიდენტმა უნდა თქვას. და ახლა ჩვენ რეალურად ხედავთ, რას ფიქრობს ის სინამდვილეში. ეს არის ის საკებარი კომენტარები, რაც მას გაუკეთებია კატარისა და პაკისტანის შესახებ, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი მიიღო. მაგრამ მანამდეც კი ეს შემაძწუნებელია იმასთან შედარებით, როგორც ის ემხრობა ნამდვილ საომარ მოკავშირეს, როგორიცაა ისრაელი, რომელსაც ჩვენგან ბევრი ფაქტობრივად ფიქრობს, რომ ზურგში ჩაარტყა დანა. მართალია, მინდა ამაზე კიდევ უფრო ვილაპარაკო, მაგრამ ჯერ მოდი ეს დავყოთ ნაწილებად. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან დაახლოებით $300 მილიონი მიიღო, როგორც Wall Street Journal-ის ახალი ანგარიშიდან ირკვევა. და ის გზა, რომლითაც მან ეს ფული იშოვა, ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს. დარჩით ჩვენთან მეთიუ. მალე ისევ დაგიბრუნდებით. $273 მილიონი მიიღო იმით, რომ თავისი კრიპტოვალუტის საწარმოში, სახელად World Liberty Financial, წილის ნახევარი გაკიდა ერთ სუბიექტზე, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალი რანგის სამეფო ოჯახის წევრი უჭერდა მხარს.
დანარჩენი თანხა მოვიდა ახლო აღმოსავლეთის დეველოპერებისგან, რომლებიც მთელ რეგიონში ტრამპის სახელობის კოშკებსა და გოლფის მოედნებს აშენებენ. და ამას გარდა საერთო ჯამში 1.4 მილიარდ დოლარზე მეტი კრიპტოს შემოსავალი, მათ შორის 635 მილიონი დოლარი საკუთარი ტრამპის სახელობის მიმქოინიდან. მაშინაც კი როცა დაახლოებით 764,000 მცირე ინვესტორმა ამავე ტოკენზე ფული დაკარგა. ეს იგივე სპარსეთის ყურის ქვეყნებია, რომლებთანაც ტრამპი სამშვიდობო შეთანხმებებს აწარმოებს, ომებს იწყებს ახლოს და პრეზიდენტის თვითმფრინავს იღებს მათგან. თეთრი სახლი ამბობს, რომ აქ ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს. ციფრები ნამდვილად სულ სხვა ამბავს გვიყვება. შეიძლება ითქვას, მეთიუ, მინდა ისევ შენთან დავბრუნდე ამ საკითხზე. თქვენ თქვით, რომ რესპუბლიკელი ხართ და იცით, ეს ის საკითხია, რაშიც ადრე დემოკრატებს ადანაშაულებთ. აქ სრულიად განსხვავებულ სცენარს ვუყურებთ. ჩემი კითხვა თქვენთვის ასეთია. ფიქრობთ თუ არა, რომ ამერიკელი საზოგადოება ამ ციფრებს, ამ ანგარიშებს, ამ ახალ თვითმფრინავს ეჭვის თვალით უყურებს? არ ვიცი უკვე ასეა თუ არა. ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში აქტიურად არიან ჩართული, ნამდვილად ასე იქცევიან. ცხადია, ეს ჩემს კისერზე ყველა თმას ხალხზე აყენებს და ბევრ სხვა ადამიანსაც ასე ემართება. მაგრამ ესეთი ფინანსური გარიგებების პრობლემა ისაა, რომ მათი გაშიფრა წარმოუდგენლად რთულია. აი, ძალიან კარგად გააკეთე, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირს ეხება. არის სხვა გარიგებებიც, როგორც ჩანს ლუტნიკთან, რომელიც ადმინისტრაციის წევრია და ყაზახეთშიც მსგავსი გარიგებები მალე გამოჩნდება. არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელშიც საჭიროა ვინმემ ჩაღრმავდეს. ეს ფიქტიური კომპანია მუშაობს იმ ფიქტიურ კომპანიასთან, რომელსაც ასეთი მფლობელობის დონე აქვს. პრეზიდენტს ამ შვილიდან, ან ვიტკოფის ამ შვილიდან. და ამიტომ ადამიანებისთვის რთულია ამის თვალყურის დევნება. და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ადრე ესეთ რამეებზე ერთ ამბავს ტეხდით. მე მას ძალიან უნიჭო მხატვარს უწოდებდი. ჰანტერ ბაიდენი მილიონებად ყიდის ნახატებს. რაც ყველაზე აშკარა ფულის გათეთრების სქემაა, რაც კი ოდესმე გინახავთ. ეს ფერმფრთალდება იმასთან შედარებით, რასაც ეხლა ვხედავთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა სპარსეთის ყურის მონარქიებს ასეთი უზარმაზარი თანხები აქვთ და გავლენის შესაძენად მზად არიან. და ისევ, ამას ახლა ყატართანაც ვხედავთ, როცა უცებ ამერიკა მზადაა ერდოღანს დახმარება გაუწიოს, მაშინაც კი, როცა ის ისრაელში შეჭრით იმუქრება და ამავე დროს რუსულ სამხედრო ძალებს მასპინძლობს. ეს ნამდვილად ცუდ სიგნალს აგზავნის. ვისურვებდი, რომ ამერიკელები ამას უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ. რადგან არის ერთი ძველი გამონათქვამი, რომელსაც ყველა იცნობს. ფულს გაჰყევი. და აქ ნამდვილად შეგიძლია ფულს გაჰყვა. შეიძლება ამას დრო დასჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ ფულის კვალი უცხო აქტორებსა და მოწინააღმდეგეებამდე მიდის, რომლებიც ნამდვილად ჩვენს ინტერესებს არ ითვალისწინებენ. დიახ, მეთიუ ბროდსკი, ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა, ვფიქრობ, დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით, ნამდვილად შეგვეძლო ამ თემაზე გაგრძელება, მეტი დრო რომ გქონოდა.